სამეცნიერო პუბლიკაციების წარმატებით გამოქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია პროცესის ადრეულ ეტაპზე დაწყება. დისერტაციის დასრულებამდე თქვენ შეგიძლიათ ლიტერატურის მიმოხილვა, საპილოტო კვლევები, მეთოდოლოგიის თავები მცირე სტატიებად გარდაქმნათ. შემდეგი ნაბიჯიც ასევე წინასწარ უნდა გაიწეროს და შესაბამისად დაიგეგმოს. ეს შეეხება სამეცნიერო ჟურნალების მოძიებას. მნიშვნელოვანია ისეთი გამოცემა არჩიოთ, რომელიც თქვენი სფეროსთვის რელევანტურია. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სტატიის სტილსა და თემატიკას, რათა ის ჟურნალის მიზნებსა და პროფილს შეესაბამებოდეს. ეს გაზრდის თქვენი მასალის გამოქვეყნების შანსებს. სტატიისთვის შეარჩიეთ ზუსტი სათაური, რომელიც გამორჩეულიც იქნება და რასაკვირველია ნაშრომის ძირითადი შინაარსის ამსახველიც. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები თქვენი დისციპლინიდან, მიუთითეთ კვლევის ძირითადი აქცენტები. კარგი სათაური ზრდის თქვენი სტატიის ნახვის, წაკითხვისა და ციტირების ალბათობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია რეზიუმე. ის ყველაზე ბოლოს იწერება. მაშინ მკაფიოდ უნდა წარმოაჩინოთ თქვენი საკვლევი კითხვები, მეთოდოლოგია, შედეგები და თეორიულ-პრაქტიკული მნიშვნელობა. ხშირად სწორედ რეზიუმეა ის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც მკვლევრები კითხულობენ. გახსოვდეთ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. სტატიის გაგზავნიდან მის გამოქვეყნებამდე შეიძლება გავიდეს თვეები, ზოგჯერ 1 წელზე მეტიც. მიღების შემდეგაც მისი ბეჭდური და ონლაინ ვერსიის დამზადებასაც გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, მოთმინება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი წარმატებაზე ორიენტირებაა. თქვენი სტატიის გამოქვეყნების შანსებს ზრდის მისი ნახვა სხვა პირის მიერ. სთხოვეთ ხელმძღვანელს ან სათანადო კოლეგას გადახედონ სტატიას გაგზავნამდე. დაიცავით ჟურნალის მითითებები და წერეთ მკაფიო, ლოგიკურად გამართული და აკადემიურად ძლიერი ენით. და ბოლოს გახსოვდეთ, ეს პროცესი მარტივი არ არის, თუმცა მისთვის ყველაფერი ღირს. თითოეული გამოქვეყნებული სტატია მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცდილებაა. უარყოფითი პასუხიც კი პროცესის ნაწილია და არ ნიშნავს წარუმატებლობას. ეს არის ნაბიჯი გაუმჯობესებისა და განვითარებისკენ. მიიღეთ კონსტრუქციული კრიტიკა. მიიღეთ კონსტრუქციული კრიტიკა. იყავით მოუთმენი და მტკიცედ განაგრძეთ თქვენი მიზნისკენ სვლა. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი სასურველ მიზანს კიდევ უფრო დაგაახლოვებთ. Every step brings you closer to